რუსი მაღალჩინოსნების დაყადაღებული ანგარიშები და ახალი სამხილები ადვოკატ სერგეი მაგნიცკის მეგობრებმა მიზანს მიაღწიეს. რუსმა სამართალდამცავებმა კომპანია Hermitage Capital-ის აუდიტორი სერგეი მაგნიცკის სიკვდილის დეტალების გამოძიება დაიწყეს. საქმე, რომელსაც ცნობილი ადვოკატი ემსხვერპლა, ისევ გააქტიურდა და შესაძლოა რადიკალურად შემოbrunდეს. პირველი შედეგი და საგამოძიებო დასკვნის მოლოდინი ია შათირიშვილის რეპორტაჟი. საქმე, რომელსაც ადვოკატ სერგეი მაგნიცკი სიცოცხლე მსხვერპლა ისევ ამოტივტივდა. ეს სწორედ ის საქმეა, რომელიც კომპანია Hermitage Capital-ის აუდიტმა სერგეი მაგნიცკიმ გახსნა, მაგრამ ძიებისას მასვე დაბრალდა. სიმართლის ძიება შეწირული იურისტის მეგობრებმა ახალი სამხილები დადეს და რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსთხოვეს. მამხილებელი მასალები კი 14 წუთიანი ვიდეორგოლის სახით ხელშეუხებელთა კასტა ინტერნეტში განათავსეს. მათ მცდელობას პირველი შედეგი უკვე მოყვა. შვეიცარიაში ადვოკატის საქმეში გარეული რუსი მაღალჩინოსნების საბანკო ანგარიშები გაყინეს. ამის შესახებ კომპანია Hermitage Capital-ის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიბეჭდა. საქმის მთავარი ფიგურანტი მოსკოვის საგადასახადო ინსპექციის ერთ-ერთი განყოფილების ყოფილი მმართველი ოლგა სტეპანონკაა. მაგნიცკის მეგობრები მას 5,5 მილიარდი ლუბრის თაღლითული გზით ხელში ჩაგდებაში ამხელენ. თითქოს და ზედმეტად გადახდილი გადასახადები კომპანიის ანგარიშზე დაბრუნდა. ამ კომპანიამ ფული შინაგან საქმეთა სამინისტროს თაღლითი თანამშრომლობის დახმარებით 3 თვით ადრე ფონდ Hermitage მოპარა. ბიუჯეტიდან ფულის მითვისებამდე 3 კვირით ადრე ფონდმა დანაშაულის ორგანიზატორების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. ჯეიმსონ ფაიერსტოუნი ერთ-ერთი მათგანია, ვინც საქმის დეტალებს ჩაუღრმავდა და დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა. ზუსტად ერთ დღეში საგადასახადო ინსპექციის განყოფილების ყოფილი მმართველი ოლგა სტეპანენკო და მისი ორი მოადგილე მილიონერები გახდნენ. საქმეში მაღალჩინოსნების სამხედრო პირები და კრიმინალური ავტორიტეტებიც იყვნენ გარეულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად ყველა თანამშრომელი, რომელიც ამ შეკერილ საქმეში მონაწილეობდა, ან სამსახურეობრივად დააწინაურეს, ან ჩინი მოუმატეს. ზოგ სახელმწიფო ჯილდოც გადასცეს. სერგეი მაგნიცკის სიკვდილის შემდეგ ჩვენ უამრავი წერილი მივიღეთ. ხალხი ამ საზარელ საქმეში გარეულ ჩინოსნებზე ინფორმაციას გაწვდიდა. სერგეი მაგნიცკის მეგობრებისა და კომპანიონების მიერ მოძიებული ეს დოკუმენტები მაგნიცკის საქმეში მესამე საკვანძო პუნქტადაა მოხსენიებული. საგამოძიებო კომისია, რომელიც პრეზიდენტის დაქვემდებარებაში ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელის ლუდმილა ალექსეევას ინიციატივით შეიქმნა, საქმის ძიებას განაგრძობს. ქრონიკასთან საუბრისას კომპანიის პოლიტიკურმა კონსულტანტმა ვალერი ბარშოვმა აღნიშნა, რომ საქმე შესაძლებელია რადიკალურად შემოbrunდეს. ჩვენ უკვე მოვამზადეთ დასკვნა, რომ რეალური ვითარება და გამოძიების ვერსია რადიკალურად განსხვავებულია და ეს უკანასკნელი აშკარად შეკერილია. ახლა მეორე, უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა. ჩვენ რუსეთის მაღალ ეშელონებში კორუფციის ფაქტები უნდა დავამტკიცოთ. მუშაობა დაწყებულია და ვფიქრობ, შემოდგომაზე დოკუმენტს პრეზიდენტს წარუდგენთ. საქმე, რომ შეკერილია, უკვე კარგახანია ყველასთვისაა ცნობილი, თუმცა ოფიციალური მოსკოვი და სამართალდამცველი სტრუქტურები ამის აღიარებას ჯერ თავს არიდებენ. ბოლოს და ბოლოს პოლიტიკოსებმა ამ საქმის შესწავლა დაიწყეს, რომელიც აქამდე უბედურ შემთხვევად ითვლებოდა. დღეს კი მას პოლიტიკური სტატუსი მიანიჭეს. ამ საქმემ რუსეთს სერიოზული ზიანი მიაყენა. არსებობს ეგრეთ წოდებული ჰარდენის სია, რომელიც ამერიკის კონგრესმა შეადგინა და მასში მაგნიცკის მკვლელობაში დამნაშავე რუსი ჩინოსნები ფიგურირებენ. საგამოძიებო კომისიის დასკვნა სერგეი მაგნიცკის უკანონო დაკავების, ციხის აუტანელ პირობებსა და ადვოკატის მეგობრების მიერ მოძიებული თაღლითური საქმიანობის სამხილებით ყველაზე გვიან შემოდგომისთვის იქნება მზად. საბოლოო ვერსია კი პრეზიდენტ მედვედევს გადაეცემა. მოსკოვში იმედი აქვთ, რომ უპრეცედენტო თაღლითობისა და უკომპრომისო ადვოკატის ისტორიას ნათელი ოფიციალურად მოეფინება.